განახალისებული რადიკალიზმი და ოპოზიცია დირექტივის მოლოდინში ჯერ უცნობია ვის რა როლი ერგება წინა საარჩევნოდ. რუბლების წვიმა და გრანტები დაჩქარებული წესით რადიკალების ბიუჯეტი ისევ ივსება. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ფუნქციების გადანაწილების სქემა აგვიანებს, შესაბამისად მესიჯბოქსიც არეულია და მკაფიო პასუხი კითხვაზე მონაწილეობენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს. ცბიერი ლელო ამომრჩეველს აიმედებს, რომ ხელისუფლებას კვალს სურევს და შესაფერის დროს უეცარ გადაწყვეტილებას მიიღებს. სამზადისის პროცესში მყოფ გახარიას თავს ესხმის ხაბეიშვილი დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, პარლამენტზე უარს არ ამბობს და ერთი სული აქვს შიგ შევიდეს, არჩევანი უნდა გააკეთოს ან ტიტუშკაა და ან ოპოზიციონერიო. ნაცმოძრაობამ ცეცხლი სალომე ზურაბიშვილსაც გაუხსნა. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტის რესურსი 31 მარტს ამოიწურა, როდესაც სიახლე ვერავის შესთავაზა. მთავარი და უპატიებელი საყვედური კი ცხადია სააკაშვილის შეწყალებაზე უარის თქმას უკავშირდება. ზურაბიშვილს მაინც აქვს პრეტენზია რადიკალთა კოორდინაციაზე და მის დაწუნებულ პლატფორმას ამჯერად ყველას მიერ დაგმობილი გახარია ებრაუჭება. პარტიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. ეს ფორმატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვართ და ვიქნებით მისი ერთგულიო. აი ამ რბოლაში ფსკერისკენ მეც სიცხადეს მხოლოდ უწყოეთი და მიღებული მკაფიო ინსტრუქცია თუ შეიტანს. ქართულ ოცნებაში უკვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებში ალბათ მაინც მიიღებს მონაწილეობას. სცენარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მზადდება და რადიკალებიც მალე საკუთარი ახალი როლების შესაბამისად დაიწყებენ მოქმედებას. უსული ხაზინა კი ისევ გულუხვია ფსევდო პროევროპელი ხოშტარიას ოჯახის მიმართ. აპრილისთვის ბონუსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მილიონობით რუბლი ანუ $250,000 ისევ იმ პოლიტიკოსის ოჯახის ანგარიშზეა, ვინც თავს ოკუპანტის წინააღმდეგ ნომერ პირველ მებრძოლად ასაღებს. ბუღალტერიით ბუნებრივია არ დაგღლით, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე რუსული ფედერალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე მსხვილი თანხა ჯდება, რაცაც პოლიტიკოსის ოჯახი წინაპრების მემკვიდრეობით ხსნის, თუმცა ამოუხსნელია კითხვა იმ დროს, როცა რუსეთის შეთანხმებას ყოველთვის არღვევს, რატომ არის პირნათელი ხოშტარიების ოჯახის წინაშე. ხოშტარიას თანაგუნდელებს არგუმენტები რომ აღარ დარჩათ, გადაწყვიტეს რომ საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმა ფაქტი კი უცვლელია, სანამ რადიკალებს დასავლური ფონდებიდან თანხის დანაკლისი აქვს, ჩრდილოური ბიუჯეტი მათ ანგარიშებს ავსებს. პარალელურად შეშფოთებულია ბრიუსელის ბიუროკრატია გრანტების შესახებ კანონის დამტკიცებას კრიტიკული განცხადებების ახალი ტალღა მოყვა, რითაც ქართული ოცნების შეფასებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უცხოურ ფულს კონკრეტული ინტერესი მოჰყვება და ხშირ შემთხვევაში ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საერთოდ არ ემთხვევა. გრანტების რეალური მიზანი არეულობა და დესტრუქციაა. შესაბამისად, ამ წყაროს გადაკეტვა როგორც დაფინანსებლების, ისე დაფინანსებულების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის სელჩო მორიგი გრანტი გასცა, კიდევ ერთი პროექტი 2 დღის წინ დაფინანსდა. ასეთი დაჩქარებული წესით და დემოკრატიის სახელით დიპლომატიური წარმომადგენლობა იმ ორგანიზაციებს დაეხმარება, რომლებიც პროტესტშიც აქტიურად მონაწილეობენ და აქციების ორგანიზატორებიც არიან. უფრო ზუსტად კი საელჩომ დაფინანსება NGO-ებს ამოფარებულ ნაცმოძრაობას გამოუყო, რადგან კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას წარმოადგენენ გიორგი კანდელაკი, სააკაშვილის პარტიული სიის მერვე ნომერი ირაკლი ხვადაგიანი და კანვას საქართველოს დამფუძნებელი ნინო გოგიბერიძე. ეს ის კანვასია, რომელმაც თავი რევოლუციური ტრენინგების ჩატარებით დაგვამახსოვრა. თავისუფალ სიტყვასთან და კონსერვატიულ აზრთან მებრძოლი ამერიკული ცენტრი მარკო რუბიოს გადაწყვეტილებით იხურება. მისი ქართველი ბენეფიციარები კი დუმან ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ხურავს ეგრეთ წოდებულ გლობალური ჩართულობის ცენტრს, რომელიც გასცემდა გრანტებს და თითქოს აფინანსებდა დეზინფორმაციასთან ბრძოლას. სინამდვილეში კი, როგორც რუბიო ამბობს, ამ ცენტრის ჩართულობით ბოლო 10 წლების განმავლობაში ამერიკაში ადამიანები ცილისწამების მსხვერპლი ხდებოდნენ, კარგავდნენ სამსახურს, ბრალდებებს უყენებდნენ მათ და ზოგჯერ აპატიმრებდნენ კიდეც საკუთარი აზრის გამოთქმისთვის და ეს არ ხდებოდა მხოლოდ შტატებში. სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი დოკუმენტების თანახმად გასულ წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წინა საარჩევნო პერიოდში მიზნების შესასრულებლად ახალგაზრდებზე მანიპულირების მოტივით სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ვიდეო თამაშებსაც კი აფინანსებდნენ და ამაში 10 მილიონი იხარჯებოდა. ცენტრის ქართული ბენეფიციარი ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრია, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ევგენიძეა და რომელიც წლებია აორგანიზებს ანტისამთავრობო აქციებზე სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ვიზიტებს, ის ამჯერად დუმს.